დღევანდელ ვიდეოში განვიხილავ ჯეიკ პოლის გიჟურ მცდელობას გადაიბირონ ხაბიბ ნურმაგომედოვი, კონორ მაკგრეგორის ოპერაციის დეტალებსა და მისი UFC-ს კონტრაქტის ბოლო ბრძოლას. იან მაჩადო გადის ახალ უცნაურ რეკლამას, რომელმაც ფანების გაღიზიანება გამოიწვია, ჯამალ ჰილის მკაცრ რეაქციას მოკრივეებზე და ჩეილ სონენის შეთავაზებას ბობი გრინისა და ადრიან ბრონერის სპარინგზე. და კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს. თქვენ კი ისიც რაც უნდა გააკეთოთ, თხოვნა დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. მადლობა თითოეულ თქვენგანს, თუ ჩემი თხოვნა უკვე შეასრულეთ, ახლა კი დავიწყოთ ვიდეო. ახლა ხანგამართული MVP-ის ტურნირის შემდეგ ჯეიკ პოლმა შეუძლებლის გაკეთებასა და მან ხაბიბ ნურმაგომედოვის დაყოლიებასა და რათა MVP-სა და PFL-ის ეგიდით იბრძოლოს. ხაბიბმა ეს სიტუაცია ძალიან სასაცილოდ მიიჩნია. თავის ტელეგრამ არხზე ვიდეოს კი გამოაქვეყნა წარწერით. აი ასეთი სახე მაქვს, ვინმე ჩემს დაბრუნებაზე დაყოლიებას ცდილობს. MVP-ის ამ შესწმით ჩვენ MMA სამუდამოდ ვცვლით. მებრძოლებს უკეთეს პირობებს ვუქმნით, ჩვენთან უმიბრძოლონ. ეს სპორტს ფუნდამენტურად შეცვლის. ხალხი ხაბიბს წლებია სთხოვს დაბრუნებას. პრომოუტერები ასტრონომიულ თანხებს თავაზობდნენ, რათა ის ოქტაგონს დაბრუნებოდა კონორ მაკგრეგორთან, მასშტაბური რემატჩი ჩასატარებლად. Imagine what you and Conor would do in another fight. Just saying. I'm just saying. ხაბიბმა მაშინ უზარმაზარი ფული იუარა, რათა დედისთვის მიცემული პირობა შეენარჩუნებინა. ასე რომ ახლა YouTube-ის სუპერვარსკვლავის გამო აზრის შესვლის შანსი 0-0-ია. თუმცა მაინც გიჟურია მის წარმოდგენა, რა მოხდებოდა ხაბიბი კონორთან ხელახალ ბრძოლას უნდა თანხმებოდა. ხაბიბისა და მაკგრეგორის მეორე ბრძოლა მომენტალურად გახდებოდა ყველაზე დიდი რემატჩი და ყველაზე შემოსავლიანი pay-per-view ტურნირი UFC-ის ისტორიაში. ის ყველა არსებულ რეკორდს მოხსნიდა, მაგრამ ფანების საუბედუროდ არწივმა უარი განაცხადა. და ეს ოცნების ბრძოლა მხოლოდ ფანების ფანტაზიაში დარჩება. რაც შეეხება კონორ მაკგრეგორს, მან ოფიციალურად გაიკეთა ოპერაცია მარჯვენა მუხზე. ჯორედინი იოგისა და მენისკის ტრავმის აღსადგენად. ეს ტრავმები მან ლას-ვეგასში UFC 329-ზე ბრძოლისას მიიღო. საოპერაციოში შესვლამდე მაკგრეგორმა ვიდეო გამოაქვეყნა. რა ხდება ხალხო, მაიკი გამორთულია. დღეს ოპერაციას ვიკეთებ. ასე რომ წარმატებები მისურვეთ, ენერგიით უნდა დავიმუხტო. საოპერაციოდან გამოსვლისთანავე ნოტარიუსმა ფანებს პოზიტიური სიახლე აცნობა. ოპერაციამ ფანტასტიკურად ჩაიარა და ახლა დარწმუნებული ვარ ჩემს ძალებშიო. მაკგრეგორს მოქმედი UFC-ის კონტრაქტით ზუსტად ერთი ბრძოლა დასჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სავარაუდო დაბრუნება კარიერის დასასრული იქნება, გამოსამშვიდებელი ბრძოლით. ვინაიდან ჯორედინი იოგის ოპერაციის შემდეგ აღდგენას ჩვეულებრივ 8-დან 12-მდე სჭირდება, ოქტაგონზე გამოსვლას დრო დასჭირდება. ფანები და ანალიტიკოსები უკვე მსჯელობენ იმაზე, თუ ვის შეახვედრებს მას UFC კარიერის შესაძლო ბოლო ბრძოლაში. დანიელ კორმიემ ახლახან გულწრფელად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეცვალა კონორ მაკგრეგორმა ფინანსური მოლოდინები UFC-ის თითოეული მებრძოლისთვის. როცა კონორი გამოჩნდა, აი მაშინ შეიცვალა ყველაფერი ძმაო. ისე ვეჭვიანობდი, რადგან ის წარმოუდგენლად პოპულარული იყო. ვამბობდი, ეს ბიჭი ამ ხელაფუს აკეთებს მეთქი, მაგრამ ვერ ვიაზრებდი, რომ მან თამაშის წესები სრულიად მარტომ შეცვალა. ადრე UFC-ის ჩემპიონი რომ ყოფილიყავი და ერთ ბრძოლაში $1,000,000 აგიღო, იტყოდი, ვაუ, ერთ ჯგუფში $1,000,000 ავიღეო. მაგრამ მერე კონორი მოვიდა და 10-12 მილიონს იღებდა. შენ კი ამბობდი, მოიცა რა, ეგ როგორ? ახლა კი როგორც ჩემპიონი ამბობ, კონორივით 10 მილიონი არ მინდა, მაგრამ 3 მაინც ხომ შეიძლება. აი ასე დაიწყეს ტიპებმა რეალური ფულის კეთება. კონორ მაკგრეგორმა პირდაპირ გაგებით ყველასთვის აწია თამასა და ეს ფანტასტიკური იყო. ახლა ახალგაზრდა ბიჭები რეალურ ფულს აკეთებენ. ჯონ ჯონსმა ბრძოლაზე უარი თქვა, სადაც $30 მილიონ აძლევდნენ. ამასობაში იანგარი კვლავ სკანდალში გაეხო. ამჯერად პეტასთვის გადაღებულ ახალ რეკლამის გამო. ფანებმა ირლანდიელი ვარსკვლავის სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს და კამპანიას ყალბი და სრულიად ზედმეტი უწოდეს. ყველა მებრძოლს სურს რომ იყოს საუკეთესო. ჩემთვის ეს იწყება იმით, თუ რას ვღებულობ საკვებიდან. სანამ სცენარიულ კვებაზე გადავიდოდი, ძლიერი ვიყავი, მაგრამ ახლა სულ სხვა დონეზე ვარ. იმიტომ რომ ძალა მხოლოდ ძალისმიერი მაჩვენებელი არ არის. ეს არის გონების სიცხადე, გამძლეობა და დისციპლინა. უფრო სწრაფად ავდგები, უფრო ხატად მოძრაობ. აი რას ნიშნავს ფიგური ფორმა. ჩემი სხეული უკეთ მუშაობს. გონება მაქსიმალურად კონცენტრირებულია.
mind is locked in. მე მხოლოდ მეტოქეებს კი არ ვებრძვი, საკუთარ ლიმიტებს ვებრძვი, რათა ვიყო ჩემი საუკეთესო ვერსია და საუკეთესო ათლეტი. I'm the best athlete out there. ეს არის მომავალი კი მცენარეულ ენერგიაზეა. And the future is powered by plants. იანგადისთვის ონლაინ სიძულვილი უცხო არ არის, მაგრამ ამ კონკრეტულმა პარტნიორობამ MMA-ს მძიმეწონოსან ფანებს განსაკუთრებულად მოუშალა ნერვები. რატომ მაიძულებთ, რომ ისლამის მოგება მინდოდეს? დაწერა ერთ-ერთმა ფანმა. მეორემ კი დაამატა, ცოტას და ისლამთან ბრძოლაში მისკენ ვიქნებოდი, მაგრამ ახლა მინდა ისლამმა პირველსავე რაუნდში ერთი დარტყმით ნოკაუტში გაუშვას და ტანჯვისგან გვიხსნასო. თუმცა ბევრი ფანი დარწმუნებულია, რომ იანგადი უბრალოდ ყველას ტროლავს და განსახიწვევს ასეთ რეაქციას. მოგწონთ თუ არ მოგწონთ, მნიშვნელობა არ აქვს. იანგადის მშვენივრად გამოსდის თავისი სახელის მთავარ სათაურებში გამოჩენა. ძმაო, მისი ინტერვიუ ვნახე და გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა ამ ინტერვიუში. მისთვის აჩკარად ჯობს მეტი ივაჯიშოს და ნაკლები ინტერვიუ მისცეს. ისე ჩანს თითქოს სახლში ვინმე აკონტროლებს და კარნახობს, რა თქვას ინტერვიუში. ჩემი ცოლი მიყურებს და მეუბნება, ჩმორი ხარო. ლიფტში შევედით, მე და ჩემი ცოლი ვდგავართ. ღილაკს დავაჭირე, კარები იღება და ხამზათში მავივით დგას თავის ცოლთან ერთად. ისე მინდოდა იქვე ლიფტის შუაგულში ხამზათისთვის ხელები გამექნია და ჩხუბი დამეწყო. ჩემი ცოლის მიყურებს და მეუბნება, ქენი რამე, მიდი ეჩხუბეო. ჩემს თავში კი ვფიქრობ, ჩემი გუნდელი ხვალ მასთან ჩხუბობს. ბრძოლას ხომ ვერ ჩავშლი? თან ორი ქალია ლიფტში. ლიფტში რომ გვეჩხუბა, ალბათ სიკვდილამდე ვიჩხუბებდით. ლიფტიდან გავედით და ჩემი ცოლი მიყურებს და მეუბნება, ჩმორი ხარო. ძალიან კარგი სიახლეა ნახევრად საშუალო დივიზიონისთვის. დაუმასწრებელი მონსტრი შავკატ რაჰმანოვი ოფიციალურად დაუბრუნდა მძიმე სპარინგებს, ტრავმების მოშუშებისა და აღდგენის შემდეგ. შავკატმა გამოაქვეყნა კადრები დარბაზიდან, სადაც სრულად იხარჯება. რაჰმანოვს 100%-იანი ფინიშის მაჩვენებელი აქვს და მისი საბრძოლო ფორმაში ნახვა იმას ნიშნავს, რომ დიდი ბრძოლის დაანონსება უკვე ახლოსაა. მაგრამ ბისპინგმა თავის YouTube არხზე ისაუბრა იმ გიჟურ ინციდენტზე, რომელიც ენტონი სმითს გადახდა. ბისპინგმა, რომელსაც საბრძოლო სამყაროში სიტყვასიტყვით ყველაფერი ნანახი აქვს, თავისი ჩვეული იუმორითა და გულწრფელობით შეაფასა სიტუაციამ. რა თქმა უნდა, ასეთ ისტორიებს ყოველთვის აქვს მეორე მხარე. ჩვენ ყველანი ვიცნობთ ენტონის და ვიტყვით იმას, რაც ახლა ხანს თქვით. მაგრამ რამდენიმე ადამიანს ველაპარაკე და მათი პოზიცია იყო, ჯანდაბა მიიღო ის, რასაც იმსახურებდაო. ბევრი ხალხი ასე იფიქრებს, როცა ასეთ ისტორიას მოისმენს დეტალების ცოდნის გარეშე. იფიქრებენ, რომ ეს ტიპი სრული ნაძირალაა, ვინც ასე იქცევა, ციხეში უნდა იჯდეს. არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ იმედია სიმართლე გაირკვევა. შეიძლება უბრალოდ ნასვამზე მომხდარი ჩხუბი იყო და კონტროლიდან გამოვიდა. მან თქვა, რომ პოლიცია იმისთვის გამოიძახა, რომ ის საკუთარი თავისგან დაეცვა. ძნელია ასეთ ემებში შესვლა, მაგრამ გული მწყდება. იმედია ყველაფერი დალაგდება. ისიც კარგად იქნება და ოჯახიც. რადგან მას ნამდვილად უყვარს თავისი ოჯახი და ნანახი მაქვს, როგორ ექცევა მათ. არც ცოცხლ ეშინია მისი და არც ბავშვებს. დებატები MMA-ის დარტყმითი ტექნიკისა და კრივს შორის კვლავ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც UFC-ს მსუბუქწონოსანი ბობი გრინი კრივის დარბაზში შედის და ნამდვილ მასტერკლასს ატარებს. გრინმა სპარინგი ჩაატარა 4 დივიზიონის მსოფლიო ჩემპიონის ადრიან ბრონერის ერთ-ერთ პროფესიონალ მოკვდივესთან და აბსოლუტურად თანაბრად ედგა. ამან MMA-ის ლეგენდას ჩეილ სონენს ცეცხლე ნავთის დასხმის საბაბი მისცა. სონენმა საკუთარი ჯიბიდან $50,000 შესთავაზა თავად ბრონერს, რათა გრინთან პირდაპირ ეთერში ესპარინგა. ბრონერმა სატყვარად გადაყლაპა და $50,000 ასეთი მასშტაბის ბრძოლისთვის ხურდა ფული უწოდა. ადრიან თუქსუს ბობი გრინთან სპარინგი პირადად გადაგიხდი $50,000. კამერებს მოვიტანთ და $50,000 ნაღდი ფულით გადაგიხდით. გესმით ხალხო, ამბობენ, კიდევ ვისპარინგეთ $50,000-ადო. კამერებს მოვიტანთო, უთხარით მეტი ფული გადმოაგდოს. მეტი ფული და თან ნაღდიან გადიშტოლებით. ეგ $50,000 მე არაფერში მჭირდება.
ჯამალ ჰილმა პირდაპირ იერიში მიიტანა სუფთა მოკრივეებზე მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ბობი გრინი კრივის დარბაზში პროფესიონალ მოკრივეს ჯაბნის. ჰილს სიტყვები არ შეურჩევია, როდესაც MMA-ის წარმომადგენლები დაიცვა კრივის საზოგადოების მხრიდან მუდმივი უპატივცემულობისგან. ჰილის სათქმელი მარტივი იყო, სუფთა მოკრივეები ყოველთვის იძახიან, რომ MMA-ის ბიჭებს დარტყმა არ შეუძლიათ, მაგრამ როდესაც MMA-ის მებრძოლი შედის კრივის დარბაზში და პროფესიონალ მოკრივეს თავისივე თამაში ამასხებს, კრივის საზოგადოება მაშინმე დუმს. ჯობს ყური დაუგდოთ, კრივის სამყაროდან ერთ-ერთი ტიპი ახლახან გაშიშვდა. რაც არის ეს არის, სპარინგი იყო, შეუძლია ისწავლოს ამისგან და გაიზარდოს. შეგეძლოთ უბრალოდ ასე დაგეტოვებინათ, მაგრამ ახლა ვხედავ სხვადასხვა წონის მოკრივეებს, რომლებიც გამოდიან და ბობი გრინზე 1000 რაღაცას ლაპარაკობენ. მოდი აქ, მოდი იქო, ბიჭებო, თქვენ ძალიან შეზღუდული მებრძოლები ხართ. კრივი არის ძალიან მცირე ნაწილი იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. რეალურად სამყაროში, ქუჩის ჩხუბში თქვენ ბავშვები ხართ, სრულიად ბავშვები. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი გზით დაგამასხოთ. თქვენ კი მხოლოდ შეზღუდული ბრძოლა იცით. ახლა კი ზიხარ და ნერვები გეშლებათ, რადგან ტიპი შევიდა და 20 წლით უმცროს ბიჭს მასტერკლასი ჩაუტარა. მერე იწყებთ ლაპარაკს, გაბარიტები ასე, გაბარიტები ისე. როცა კაცს უპატივცემულოდ ექცეოდით და იძახდით ნოკაუტში ჩავარდებაო, მაშინ სად იყავით? ახლა კი გაბრაზებულები ხართ და გამართლებებს ეძებთ. მოეშვით ჩემს ბიჭზე თავდასხმას, ისე იკრიბებით თითქოს რამის გაკეთება შეგიძლიათ. ვერცერთი თქვენგანი ვერ შემოვაჩვენს დარბაზში. ვერცერთ MMA დარბაზში და ვერ გააკეთებს იმას, რაც ბობიმ თქვენ საკუთარ დარბაზში გაგიკეთათ. ეგ ჩაყლაბეთ და დაიშალეთ. ჩემს ბიჭზე არასწორად ნუიწევთ, თორემ მასთან ნერვები მეშლება. MMA-ის მებრძოლები მთლიანად კრივზე რომ გადავერთოთ, წვადები ვით შეგწვავდით ყველას. ამასობაში გავრცელდა საინტერესო საარქივო კადრებისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის პირველი დღეები ასახული სან-ხოსეში, AK დარბაზში. იმ დროს აწივმა ინგლისური თითქმის საერთოდ არ იცოდა, თუმცა მისი ჭიდაობის ბაზა და ტალანტი მაშინვე თვალსაჩინო იყო. კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდა დანიელ კორმიეს მიყავს ხაბიბი და მედიკული ჭიდაობის ილეთებს აჩვენებს.